მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ქართული ხმები. მე ვარ მისი წამყვანი კახა გრიგალაშვილი. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ზუგდიდის რაიონის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში, სოფელ ცაისში. ჩვენ ახლა როგორც ხედავთ, ვიმყოფებით ცაისის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრის ეზოში და უნდა ახლოს გაგაცნოთ ქირიების მომღერალთა ოჯახი და ერთ-ერთი წარმომადგენელი ამ ოჯახის გოჩა ქირია. გოჩეს დღეს შენ უნდა იყო ჩვენი გადაცემის მეგზური და მოდი მაყურებელს უამბოთ თუ როგორ დავიწყებთ დღევანდელ მოგზაურობას ამ ულამაზეს სოფელში და რას იხილავს ჩვენი მაყურებელი. ახლა მადლობას გიხდით პირველ რიგში ჩამოგზავნებისთვის. მოხარული ვარ რომ დღეს გადაცემაში მონაწილეობას ვიღებ. ჩვენთვის ეს ძალიან საინტერესო იქნება როგორც თქვენთვის ჩვენი ოჯახის. რა თქმა უნდა. ჩვენ ახლა გადავინაცვლებთ თქვენს ანსამბლის წევრებთან, იქ გოგონებიც არიან, გალობენ და მოვისმენთ. დიდი სიამოვნებით წავიდეთ ვიახლოთ. გამარჯობათ, მოგესალმებით სულ. ეს არის ის ქირიების ტრადიციული ოჯახი, რომელიც ღერის არაჩვეულებრივად ამ არაჩვეულებრივ სოფელში და მოდი მოვუყვეთ ჩვენ მაყურებელს ამ ოჯახის ტრადიციებზე. მე მგონი თქვენ არ დაგიწყიათ ეს საქმე, თქვენამდეც აკეთებდა, ხო? მე როგორც ვიცი. მადლიანი ადამიანები და მოდი მათზე ვილაპარაკოთ. ჩვენი წინაპრები ბატონო კახა თავიდან მღეროდნენ. დღეს აქ წარმოდგენილი ქირიების ოჯახი ვართ, მათი ტრადიციების მატარებელი. ამ გოგონების ბაბუა უშუალოდ იყო თავის დროზე იმ საზოგადოებაში ჩვენი რეგიონის სასულე ორკესტრის ხელმძღვანელი და სწორედ ის ნიჭიერება რაც ბაბუას ჰქონდათ ამ გოგონებს ამოყვა. ხოჩა გარდა იმისა რომ არაჩვეულებრივად მღერით ქართულ ხალხურ სიმღერებს შევიცი რომ თქვენი ოჯახი გალობს და აქ ყოველად არ შევკრებილვართ ამ არაჩვეულებრივ ადგილას, წმინდა ადგილას და რა კილოებს გალობთ და რომელი საგალობლებია თქვენ რეპერტუარში? გოგონები უკვე 6 წელიწადია, 6 წელზე მეტია რაც ტაძარში გალობენ. იციან ტიპიკონი თავისთავად ზეპირად, თავიდან ბოლომდე. ისინი გამშვენიერებულსაც ხერიან, მაგრამ გალობენ უფრო სწორად, მაგრამ აქ რასაც ითხოვს თქვათ წირვა, უფრო მეტად შემოიფარგლებიან სადაკილოებს. სადაკილოებს. და გოგოებს მინდა თხოვო რომ აქედან ერთი გალობის გარეშე ნუ გაგუშვებთ. ერთი ვიგალობა და რომელი გალობა იქნება, აღნიშნოთ ესეც. სვანური წმინდა. დიდი სიამოვნებით მოგისმენთ. აი მაგარი თვითონია. დიდი მადლობა გოგონებო, ძალიან კარგი იყო. ეხლა ჩვენ მივდივართ იონა მაუნარგიას სახელობის მუზეუმში და იქ წარმოგიდგენთ ვაჟთა ანსამბლ ჯეგეთას. რომელსაც შეხელმძღვანელობ, ხო ასე? რომელსაც მოვხსენებთ. ძალიან კარგი. მაშინ წავიდეთ.
გოჩა ადამიანი ჩამოვიდეს სოფელ ცაიში და არ მოინახულოს იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმი, არ შეიძლება გამორიცხული და მე როგორც ვიცი, ხალბატონი დარეჯანის ველოდება მუზეუმის დირექტორი, აგერ მოგესალმებით. მოგზანება მეუნარგიების დოხორეში. დიდი სიამოვნებით. ხალბატონი მეუნარგიას ხაზზე თვითონ კონკრეტულად გესაუბრება. მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო იქნება მithmeres, რომ პატარა თაობის წარმომადგენლებიც უყურებენ ამ გადაცემას. ორი სიტყვით, თუ შეიძლება აღნიშნოთ ამ ადამიანის ღვაწლი. ილიას სიტყვებით დავიწყო. რუსთაველი მზეა და მეუნარგია მთვარე იქნება. რადგანაც ვითაც სისხლით ნათობს მთვარე, ასევე რუსთაველი შუქით იმნათობებს მეუნარგია დღეს იქით ქართულ მოღვაწეთა შორისო. დიდმა ილიამ ბრძანა ეს. იონა მეუნარგია დაიბადა აქ, ამ სოფელში. სოფელი ცაიში მთელს სამეგრელოში ცნობილია თავისი სილამაზით. როდესაც წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ჩამოვიდა სამეგრელოში, დიდი მასპინძლობა გაუმართა იონა მეუნარგიას მამამ. სწორედ აქ, აი ამ ისტორიული ხის ქვეშ ისხდნენ აკაკი, ილია და იმ დროინდელი საზოგადო მოღვაწე. მაგდოლის ხე ხო ისტორიული გოჩა ძალიან კარგია, როცა სოფელში ამდენი ახალგაზრდა კაცი მღერის ქართულ ხალხურ სიმღერას. ანუ უკვე ნათლად ჩანს აქაურების დამოკიდებულება ქართული სიმღერისადმი და მოდი უამბოთ მაყურებელს თუ რა ანსამბლია ეს და როდის შეიკრიბა, საიდან მოვიდნენ ეს ბიჭები, ყველა ცაიშის მკვიდრნი არიან თუ სხვადასხვა სოფლებიდან მოგრიბა. ახლა ეს ანსამბლი ჩამოყალიბდა 2004 წელს ცაიშის სკოლაში. მათ მონაწილეობა მიიღეს გოგიდოლიძის პრიზზე ჩატარებულ ფესტივალზე თბილისში, ხორავას სახელობის სახლში საბავშვო ფესტივალზე, სადაც მეორე ადგილი დაისაკუთრეს. ნუ აი ამ სივრცეში, ახლა თქვენ სივრცეში ესენი ახალბედები არიან ყოველ შემთხვევაში, მაგრამ მაინც შეძლების დაგვარად ცდილობენ ისწავლონ, აღიქვან მეტი ხალხური სიმღერა და იცოდნენ თუ რა დაგვიტოვა ჩვენმა წინაპარმა. აუცილებლად. მინდა გითხრათ სიმბოლურად ანსამბლის სახელწოდების შესახებ. აქ ჩვენთან არის წმინდა ადგილი ჯეგეთა. ჯეგე ნიშნავს წმინდას, ანუ იქ ჯეგეთაზე წმინდა ადგილზე არის წმინდა გიორგის საყდარი და გადავწყვეტეთ სოფელში რომ ამ ბიჭების ანსამბლს ხდებოდა ჯეგეთა. ძალიან კარგი, გოჩა მაინტერესებს გარდა მეგრული სიმღერებისა საქართველოს სხვადასხვა კუთხეების სიმღერებს თუ ასრულებენ და აი ზოგადად როგორ ადგენთ რეპერტუარს. მაინც ახლა გარდა ტეხის სასაკი აქვს აგერ ბიჭებს ხმებში ასე ვთქვათ ცოტა პრობლემები ჩნდება და ხმა აი როგორ კრიბა ამ ყველაფერს. იცით ჩემი მასწავლებელი გახლავთ ბატონი პოლიგარპე. ყველასთვის ცნობილი პიროვნება. მას დავეკითხები ხოლმე რეპერტუარზე. ანუ კონსულტაციებს ბატონ პოლიგარპესთან გადიხართ, ხო? პოლი ბაბუასთან. აუცილებლად კი, ის ხელოვნების კორიფეი არის და ნამდვილად. მას დავეკითხები და ნუ სხვა კუთხის სიმღერებს, ანუ აღმოსავლურ სიმღერებსაც ღერიან შეძლების დაგვარად გვაგურულიც ქართულით შეიძლება ვთქვათ იყოს ამათ რეპერტუარში. აი მოკახურები თუ ყავს ასე ჩახვევებს თუ აკეთებენ. ჩახვევები იმდენად არა, მაგრამ ისეთ ცდილობენ რომ ისიც ისწავლო ყოველ შემთხვევაში ამაზე უკვე მუშაობთ დღეს. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. მე ბიჭებს დიდი მადლობა მინდა გადაუხადო, რომ ესეთი დამოკიდებულება აქვს თუ ყვართ მათ ის, რაც თითქმის აუცილებლად ყველა ქართულს უნდა უყვარდეს. გისურვებთ წარმატებებს და ერთი სიმღერა უნდა შეგვისრულოთ, აქედან ისე ნუ გაგვიშვით. და რა სიმღერა იქნება ეს გოჩა? ეს სიმღერა იქნება მეგრული საფრთხეალო, სხვა მიცირა ასეთი სახელწოდებით ვაჟი უბერის შეყვარებულს. საფრთხეალო სიმღერაა მოკლედ, ხო? ძალიან კარგი, თან ფანდურზე სრულდება. ხო, ეს იშვიათობაა, როცა მეგრული სიმღერა ფანდურზე სრულდება ხოლმე. შეიძლება და ჩონგურზეც, მაგრამ უფრო ბიჭებმა უფრო აიტაცეს, თქვა კლასიკური ფანდური უფრო მიდრეკილება იმისკენ ჰქონდათ რომ დაეკრათ კლასიკური ფანდური. ჩონგურის დავიწყება არანაირად არ არის. აი ისეთი სიმღერაა, მაინც რიტმულია და ის გამო ჩავთვეთ ეგ ფანდური. დიდი სიამოვნებით მოусმენ და გთხოვთ ბიჭებო, შევასრულოთ ეს სიმღერა.
რეგისტრირებთ რომ ამ სულისკვეთებით გევლოთ მთელი ცხოვრება წარმატებებს გისურვებთ დიდი მადლობა ჩვენ გადავინაცვლოთ ახლა სხვა მხარეს დავკვირდით რომ მოусმინოთ ქირიების ოჯახს ისინი შეგისრულებენ ხალხურ სიმღერებს დიდი სიამოვნებით წამორდანებით სიამოვნებით აქა მშვიდობა აუცილებლად ეს არის საგარმიდამო ხო კიდე ძალიან კარგი კოჩა თავდაპირველად უფრო ახლოს გავაცნოთ ჩვენ მაყურებელს შენი ოჯახის წევრები ვიჯებო წარმოგიდგენთ ქირიების მომღერალთა ოჯახს ესენი არიან დები ჩემი ბიძაშვილები მე დავახელოვნე პირადად და ვასწავლე რასაც ქვია ქართული ხალხური სიმღერის სიყვარული ჩემს გვერდით არის მაკა ფლობს კლასიკურ ფანდურს უკრავს კარგად გვერდით არის მაიკოს გვერდით არის ეკა უკრავს ჰარმონიულად ჩონგურზე ესენი არიან უცხოენის სპეციალისტები მინდა გითხრათ და არიან დახელოვნებულები ამ საქმეში მათ ჰქონდათ მრავალი წარმატება თავის დროზე სკოლის ასაკიდან ბავშვობიდანვე როცა დაამთავრეს სკოლა მერე შეიქმნა აზრი რომ ჩამოყალიბებულიყო როგორც საოჯახო ანსამბლი ეკას გვერდით ბრძანდება მეუღლე ეკასი ვახო გოგილავა ეს პიროვნება გახლავთ საესტრადო ჟანრის მომღერალი სხვათა შორის და ამავდროულად არის ლაქერნის თიშობლის ტაძრის რეგენტი და თავის საქმეს აკეთებს ისე როგორც ქართულ კაცს ეკადრება. პირადად ბავშვობიდანვე ავითვისე ხალხური სიმღერები 1994 წლიდან ვარ ანსამბლ ოდოიას წევრი, რომლის ხელმძღვანელი გახლავთ ცნობილი ლოტბარი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ბატონი პოლიკარპე ხუბულავა. აი ჩვენს საოჯახო ანსამბლსაც კი კურირებს, ანუ კონსულტაციას გვიწევს ბატონი პოლიკარპე იმისთვის რომ ჩვენ ვიყოთ სათანადოდ მომზადებულები. ტრადიციებს აგრძელებს სიძე იგივე არის მესამე თაობის წარმომადგენელი ანსამბლი ოდოიას. ძალიან კარგი და სასიამოვნო გოჩა თქვენი ოჯახის ესე ახლოს გაცნობა და მაყურებლისთვის მაინც ყველაზე საინტერესო არის თქვენი სიმღერა. და რა სიმღერებთ ჩვენ მაყურებელს? ძირითადად ჩვენი რეპერტუარი ლირიკულია, თქვენ იცით მოგეხსენებათ რომ სამეგრელოში უფრო ლირიკული სიმღერები ჭარბობს მეტად და ჩვენი პირველი სიმღერა იქნება მარტო ვიწექი ფაცხაში. აქ ამ სიმღერაში ასახული არის მარტო ფაცხაში ყოფი კაცის ცხოვრება, რომელიც მისტერის თავის სადრფოს. და მეგრულად როგორ ჟღერს ოჯანოდი? ოჯანოდი ჩქიმ-ჯარგვალის. ჩქიმ-ჯარგვალის. დიდი სიამოვნებით მოусმენთ.
Კოჩა, როგორც აღნიშნე, ბატონი პოლიკარპე ხუბულავა, გეხმარებათ კონსულტაციებს გიწევთ. თუ გიწევთ კონსულტაციებს რეპერტუარის შერჩევაში, როგორ არჩევთ რეპერტუარს, ძირითადად მეგრული სიმღერები ლირიული არის და თუ არის თქვენ რეპერტუარში აი განსხვავებული სიმღერა, ბატონი პოლიკარპე რა როლს თამაშობს აი ამ რეპერტუარის შერჩევაში, თუ შეიძლება მოგვახსენეთ. იასონ, პირველ ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ ქალთანხმებისთვის რაც არის განკუთვნილი ეს რეპერტუარი რა თქმა უნდა ბატონ პოლიკარპეს არ გამოელევა და გვირჩევს რეპერტუარს უпроსტად გოგონებს საიმისოს ურჩევს რაც მათ სჭირდებათ. ნუ ახლა ლირიული რო არის მეგრული სიმღერები ეს ფაქტია უფრო მეტად. დანარჩენი არის ის რომ ძველებური ელემენტები რაც არის დამახასიათებელი მეგრული კუთხისთვის ეს არის ჩაქსოვილი. სხვადასხვა ვარიანტებში გვთავაზობს სიმღერებს და არის ნიმუშები ისეთი რომელიც ეკუთვნის ძველ წინაპრებს და წარსულს. კოჩა, ახლა რა სიმღერას შესთავაზებთ ჩვენ მაყურებელს? ჩვენ შეგისრულებთ სიმღერას სამეგრელოზე, სადაც მოხსენიებულია ჩვენი სოფელი ცაიშიც. ამ სიმღერის დროს თანმხლები ინსტრუმენტები იქნება გამოყენებული ჩანგი, ჩონგური, ფანდური. ამ სიმღერის მელოდია არის უძველესი, ხოლო ტექსტი გახლავთ ჩემი. ძალიან კარგი. Sana turgile khwar chani gada
კოჩა ძალიან კარგად და ლამაზად წარმოაჩინეთ თქვენი გვარი, თქვენი ოჯახი და საერთოდ საინტერესოა. თუ არის სამეგრელოში ესე ოჯახური ტრადიცია, თუმღერიან ოჯახები. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ოჯახის გარდა ამ სოფელში არსებობს გადარიების მომღერალთა ოჯახი, ლატარიების მომღერალთა ოჯახი და მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტად ვიდრე სხვა კუთხეში სამეგრელოში არიან ისეთი ოჯახები, მომრავლებულები, რომლებიც წინაპართა ტრადიციებს მიყვებიან. დღესაც. დაგოჩა კიდევ ერთი სიმღერა მინდა გთხოვ. და რა სიმღერა იქნება ეს? შეგესრულებთ სიმღერას სატრფიალოს სახელწოდებით გილულ აცა ბაცა. ძალიან კარგი დიდი სიამოვნებით მოვისმენთ. Shamivotsatsa Egebchon guri mortoldas Varachki mi swami patsha Varachki mi swami patsha Nanachki mi tsuda Dobjumastan Europaku Zwaleburo Gilvotsatsa Inagila Purinuzu Qualo Kordasnatsa Qualo Kordasnatsa Nanachki mitsuda Masiglache Mushot Moko Kilabtedo Gilvotsatse Medijina Veshemlebu Sharavare Vemibutatse Sharavare Vemibutatse Nanachki mitsuda ძალიან საინტერესოა თქვენი მშობლებით უმღერიან და თქვენ რა საკიდან მღერი ხარ და როდის მოხდა თქვენი შემღერება დების? ჩვენ მღერი ვართ ბავშვობიდანვე. ჩვენი შემღერება მოხდა ბავშვობიდანვე და ჩვენი ოჯახიდან მღერის კიდე მამა ჩვენი. ის უფრო მეტად საესტრადო სიმღერებს ფლობს. ჩვენ მართლაც ბავშვობიდანვე მღერი ვართ. ჩვენი შემღერება კოჩას დამსახურება, გვასწავლა სიმღერა, ქართული ხალხური სიმღერები, ასევე ბედნიერი ვართ, რომ შემოგვემატა ჩვენი სიძე. ისიც მღერის. ახო, საინტერესო არის რა როლი ითამაშა სიმღერამ, თუ ითამაშა საერთოდ სიმღერამ როლი თქვენი ოჯახის შექმნაში, ერთმანეთის გაცნობაში, დაკავშირებაში, მანამდე მღეროდით, თქვენ ოჯახში როგორ იყო სიმღერასთან დამოკიდებულება? მინდა გითხრათ, რომ ჩემს ცხოვრებაში სიმღერამ უდიდესი როლი ითამაშა. როცა უფრო მეტ დროს უთმობდი საესტრადო სიმღერებს და ვიდექი სცენაზე, ეკა თავის დებთან ერთად, ჩემი მსმენელები იყვნენ თავდაპირველად, მაგრამ როცა გავიცანი, გავიდა დრო და ამ სამი ლამაზი მანდილოსიდან ერთ-ერთზე შევაჩერი არჩევანი და შევქმნით ოჯახი. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი სიმღერით დაიწყო და სიმღერითვე გრძელდება. კოჩა, მე როგორც ვიცი, თქვენი რეპერტუარიდან უმეტესობა სრულდება ინსტრუმენტალური შესრულებით, რა და ეს ერთი სიმღერაც მინდა გთხოვოთ და მოდი ამ სიმღერის წარმომავლობა მოვყვეთ და თუ რა ინსტრუმენტებზე სრულდება, ესეც ამაზეც ვესაუბროთ ჩვენ მაყურებელს. კი ბატონო, მოგახსენებთ. სიმღერას ეწოდება მაფშალია. მაფშალია არის, მინდა გითხრათ, პირველ რიგში გალობელი ჩიტი, ფრინველი, რომელიც სიმბოლურად ედრება მშვენიერ ქალს. ქალს, რომელსაც ყავს თავისი სატრფო და ეს სიმღერა სრულდება ჩონგურის თანხლებით. ახლა მე ნამდვილად თქვენ თქვათ, ვინ შეასრულა პირველად ეს სიმღერა, მაგრამ მე ვიცი, რომ ეს უდულესი დროის სიმღერა გახლავთ. და სად ისწავლე კოჩა, ეს ძალიან საინტერესოა. ეს სიმღერა მასალა ბატონმა პოლიკარპე. ისევ და ისევ, რა თქმა უნდა, ბატონი პოლიკარპე. გთხოვთ რომ შევასრულოთ.
ჩვენ ძალიან გიხარია რომ ჩვენს ულამაზეს ცაიში ქართული ხმები გვესტუმრა. ახლა კი თქვენ დაგვდეთ პატივი და შეგვისურვებთ ერთი სიმღერა. დიდი სიამოვნებით მოგისმენთ. შეგისრულებთ ასევე მეგრულ სიმღერას მადოჩკიმი არაბას და ნუ გავხსნით ახლა მხოლოდ თუ ისე კარგად და შესაფერისად ვერ ვიმღერეთ როგორც სოფელ ცაის და თქვენ ოჯახს ეკადრება. შევეცდებით რომ შევასრულოთ. მადოჩკიმი არაბა Skani gimnazia da o sarayda varayda sigura pomusho gogo igori do igwazia da o sarayda varayda burayda varayda rayda o sarayda varayda burayda varayda Sarayda varayda Aşo çelya işo muska hava 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 Singono vazgela piri hava 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 Singu çoçkesi ugure hava 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 Singi seriela piri hava 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 Aşo nabarbasu hava 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 Aşo nabarbasu hava hava Aşo çelya işo muska jabit vorek tkula piri Oy sarayda varayda Ay vorek didas me uçki miskami oro pili Oy sarayda varayda Burayda varayda rayda Oy sarayda varayda Burayda varayda rayda Oy sarayda